მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ძაღლების ჯიშების შესახებ, რომლებსაც პოტენციურად ყველაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანისთვის. ნომერი 10. ბოქსიორი. მიუხედავად იმისა, რომ ბოქსიორი ტიპიურად აგრესიული ჯიში არაა, 1982-დან 2012 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში 48 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა ამ ძაღლის მონაწილეობით. ბოქსიორი წარმოშობით გერმანიიდანაა და 22-დან 30 კილოგრამამდე წონას აღწევს ხოლმე. ბოქსიორებს მხიარული ხასიათი და სიჯიუტი ახასიათებ. ნომერი 9. ძაღლისა და მგლის ნაჯვარი. როგორც სახელიდან ხედავთ, ძაღლისა და ნაცრისფერი მგლის ნაჯვარი ამ ჯიშის წარმომადგენლები არაპროგნოზირებადი ქცევით ხასიათდებიან და ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებენ ამ თუ იმ სიტუაციაში. ნომერი 8. ჩოუ-ჩოუ. ამ ჯიშს პატრონების მხრიდან გამუდმებული ყურადღება სჭირდებათ, რათა აგრესიულ ძაღლებად არ ჩამოყალიბდნენ. ამ ჩინური ჯიშის წარმომადგენლები 25-დან 30 კილოგრამამდე წონას აღწევენ და ხანდახან ფუმფულა ლომ ძაღლებად მოიხსენიებენ ხოლმე. სამწუხაროდ, 1979 წლიდან 1998 წლამდე ჩოუ-ჩოუს ჯიშმა 238 ადამიანი იმსხვერპლა. ნომერი 7. დობერმან პინჩერი. სიფხიზლით, ერთგულებითა და ინტელექტით ცნობილი ეს ძაღლები საუკეთესო მცველებად მიიჩნევიან და შეტევაზე მხოლოდ მაშინ გადადიან, როდესაც საფრთხეს გრძნობენ. დობერმან პინჩერების ჯიში 1890 წელს გერმანიაში გამოიყვანეს. მათი წონა 30-დან 40 კილოგრამამდე მერყეობს. ნომერი 6. ჰასკი. ძაღლების ამ ჯიშს ჩრდილოეთის რეგიონებში მარხილში შესაბმელად გამოიყენებენ ხოლმე. თუმცა მათი ძლიერი მტაცებლური ინსტინქტის გამო ისინი ხშირად ერჩიან პატარა ცხოველებს და ხანდახან ადამიანებსაც კი. ნომერი 5. ალასკური მალამუტები. ძაღლების ეს ჯიში ციმბირულ ჰასკის ენათესავება. მალამუტისთვის აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში ენერგიის დასახარჯად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აგრესიული ხდება და პატრონს აღარ უჭერებს. მათი წონა 30-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს. ნომერი 4. როტვეილერი. როტვეილერები ძლიერი და გენეტიკურად კარგად განვითარებული ჯიშია. წყემსისა და მცველის კარგი ინსტინქტებით. როტვეილერების აგრესიულობა, როგორც წესი, ცუდი გაწვრთნისა და დაუდევარი პატრონის დამსახურებაა ხოლმე. ნომერი 3. გერმანული ნაგაზი. ძაღლების ეს ჯიში, როგორც სახელიდანაც ჩანს, გერმანიიდან მომდინარეობს. მათი წონა 30-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს. გერმანული ნაგაზი ცნობილია თავისი ინტელექტით, თავდაჯერებულობით, სიფხიზლითა და სიმამაცით. ის ხშირად გამოიყენება პოლიციის მიერ, თუმცა მათ პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მისი გაწვრთნისას, რადგან გერმანული ნაგაზი შესაძლოა ზედმეტად ფრთხილი გახდეს ტერიტორიისა და პატრონის დაცვისას, რასაც არაპროვოცირებული შეტევები მოყვება ხოლმე უცხო პირების მიმართ. ნომერი 2. პიტბული. სახელი პიტბული რამდენიმე სხვადასხვა ჯიშს აერთიანებს, მათ შორის ამერიკულ პიტბულ ტერიერს, სტაფორდშირ ბულ ტერიერს და ამერიკულ ბულდოგს. თავდაპირველად პიტბულები ველურ ხარებსა და დათვებზე სანადიროდ გამოიყვანეს. პიტბული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია ძაღლების ორთაბრძოლებში. და ნომერი 1. კავკასიური ნაგაზი. კავკასიური ნაგაზების უპირველეს დანიშნულებას მგლებთან ბრძოლა წარმოადგენდა. 50-იანი წლებიდან კავკასიური ნაგაზის მასობრივი მოჯიშება სახელმწიფო დონეზე დაიწყეს საბჭოთა კავშირში. ათასობით კავკასიური ნაგაზი გამოიყენებოდა სამხედრო ობიექტების, მათ შორის ბერლინის კედლისა და სხვადასხვა ციხეების დასაცავად. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გიგსურთ სხვა მსგავსი ვიდეოების ყურება, გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარებში მომდევნო ვიდეოს თემა შემოგთავაზეთ. დროებით.